მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნია. დღეს შემოვედი ასეთი თემით. სტუმრებო მოგესალმებით, გამოიწერეთ არხი, თორე არ რეზონირდება. მეგობრებო, მე ახლა ცოტა 10 წუთი, 15 წუთი კიდე მომყავდა ჩემი თავი აზრზე. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. და რაც მე ვნახე ეკლესიაში, მე ხშირად არ დავდივარ, მაგრამ დღევანდელ დღეს რო არ ჩავსულიყავი, არ შეიძლებოდა უბრალოდ. მიუხედავად იმისა, რომ რეებიც ხდება სამწუხაროდ ეკლესიაში. მე მეგონა, რომ ცოტა ხალხი ჭკუაზე მოვიდოდა, მაგრამ არა. ხალხი ხელა ნეგატივია, რომ რა ვიცი, რა გითხრათ. იმ ხელა ნეგატივია, რომ რა ვიცი, რა გითხრათ. დღეს იცით, რომ ესეთ დღეებში ჯადოქრები დავარქვათ, მოდი ასე ვთქვათ, ვააქტიურებთ ყველაფერს დაცვებით. დღეს არიან მაღალი ძალები ხატებს ხედავთ უკან, მაგრამ მარტო მე ხა მეუბნებიან, რომ გრძნობ კიდეც, რომ შავი ძალებიც შემოვიდნენ აქ, მე არ მithოვია, მაგრამ ალბათ უნდა შემოვიყვანო, მოვიწვიო, ვიწვევ თეთრ და შავ ძალებს ერთად, იმიტომ რომ დღეს რაც მე სამწუხაროდ ეკლესიაში ვნახე, ძალიან შოკი როგორ გითხრა, მე ხა დიდი ხანია ვიცი ეს რაღაცები რო კეთდება, მაგრამ ცოტა სიტყვა გამიგრძელდა. დღეს ვინც ეკლესიებში ჩემზე, თქვენზე, თქვენს შვილებზე, შვილიშვილებზე, მეგობრებზე, ახლობლებზე, კარგ ხალხზე, კეთილ, სინდისიერ ხალხზე, ვინც შავი წიგნიდან წაიკითხა, ვინც ამობრუნებული ქვემოდან ზემოთ წაიკითხა, ვინც შავი პირით კითხულობდა, ვინც კრაჭაკროჭეთ კითხულობდა, ხო? ვინც გულში ამბობდა, თვალს ადევნებდა და ისე გვწყევლიდა, ხო? აი იმათ ეძღვნება ეს რიტუალი კონკრეტულად. ეხა იტყვით მარილი და სანთელი, არა, ძალიან დატვირთულია, თქვენ იცით, რომ ჩემი რიტუალები ყოველთვის მაგრად მუშაობს. იმხელა ძალებია, ეხლა გრუნის ღმერთს უდინას დიდ მადლობას ვუხდი, კოლხეთის ღვთისმშობელი, წმინდა გიორგი, ნიკოლოს ღვთისმშობელი, სასწაულმოქმედი და დიდმოწამე გიორგი. მოკლედ, თანდათან აი ნამდვილად გადმოყირავდა, ნამდვილად ესე იგი კეთდებოდა ჩემზე, თქვენზე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მე ვგრძნობ ყოველთვის, როდის რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ და რატო აკეთებენ, მიხვდით ხო? ხო, ასანთი დამრჩა, უნდა მეყიდა, მაგრამ ორი ცალი მაქვს, თუ ვერ გავააქტიურე, მე რამეს მოვახერხებ, ესე იგი შოკში ვიყავი, რომ რაც მე ვნახე იქ და ცოტა უკაცრავად აღელვებული, აფორიაქებული ვარ, მე იცით, რომ ვარ ძირითადად მშვიდი და თუ არ მერჩი, არ დაგიბრუნებ უკან და თუ შემეხები, ბედს გამოსცდი და მოდი ბედს ნუ გამოცდი რა. ხო და ვინც ჩემზე, თქვენზე დღეს ეკლესიაში, ხო? აი ეს უყურეთ, ახლა ჩვენი აურა, ჩვენი პრივაროტები გააკეთეს, წმინდა ძალებზე რა თქმა უნდა, ხო? ნახეთ, აი დაცვები ყირავდება, ხო გეუბნებით, სერიოზული რაღაცებია გაკეთებული, გოგოებო, ბიჭებო, ჩემო გამომწერებო და შავი სანთელიც უკვე ტირის. მოდით ჩვენ ამით ახლა ჩვენ შევივსებით, აი ამ სანთლით, ჩვენ შევივსებით ზუსტად. კი, ნამდვილად იყო, აი აქ იყო, უყურეთ, ლამის გადატყდა, თაფლის სანთელი შუაში, ესე იგი
გადაჩეხვა უნდათ თქვენი, მიხდი, გადაჩეხვა უნდათ რა და არასწორ გზებზე რო გევლოთ. წყვილები პარაში ვინც ხართ, რომ გაიყოთ, მიხდით, იმიტომ რომ პრივაროტი არის, კი, არის. და ეხლა სულ ხედავ, მე კიდევ გრძნობ და შევამატებ აი ამას. უყურეთ, აი, იმიტომ ვიძახი, არასდროს არ ვიცი წინასწარ, აი ეს მაქვს, მაგრამ ამას ამოვიღებ და ამაში ჩავდებ, ესე ჯობია. არასდროს არ ვიცი, როდის განვითარდება, უნდა გადაუკიდო შავი სანთლიდან, იმიტომ რომ აი ეს პრივაროტები, აი ეს ყველაფერი, რაც ესე იგი ცეცხლივით რო შეგინთებენ და შენი არ არის, ხო? და აგიჟებენ ფსიქოლოგიურად და ქვევით, მოდი, აღარ დავაკონკრეტებ, ხო? აი საშინელებაა უბრალოდ რა, საშინელებაა. მოკლედ. ერთი წუთით გოგოებო, ბიჭებო, მე აქ ახლა იცით რას ვიზავ? აი ნახეთ როგორ წავიდა სხვანაირად წავიდა სიტუაცია სხვანაირად. მე სულ როგორც მკარნახობენ, აი ისეც მიმყავს. უყურეთ, სხვანაირად მქონდა განკუთვნილი, მაგრამ წავიდა სხვანაირად. ეს ვერ ხომ ჟორიცა, ვინც აკეთებს, ან შეკვეთებს ასრულებს, ან თავისი ინიციატივით პროფესორი და დიდი მცოდნე ვისაც გონიათ ხოლმე თავი, ეს ჩვენი დაცვებია, რომელიც ესე იგი ჩვენი მხრიდან რო გვაცლიან ამ ყველაფერს და თქვენ ხო ცდილობენ, აი ესენი ჯადოქრები, ესე იგი რომ ჩვენი დაცვები დავიბრუნოთ და აი ამ სანთლით აქ ყველაფერია უკვე ჩათქმული, დათქმული და მგონი ენერგეტიკულადაც უკვე ჩემთან იგრძნობა, თქვენთანაც იგრძნობა. ნახეთ, აი პრივაროტი ხო გითხარით? ეგრევე წამოვიდა იტირა. ეს კი კალდუნი, ანუ მოლას რო ეძახიან ჩვენთან, ხო იცით? აი ეგ მუსულმანის წარმომადგენლები, არამუსულმანები, სომხები, არ გეწყინოთ, რელიგიას არ ვეხები. ეს უბრალოდ ჩემს ახალ გამომწერებს ვუხსნი და ძველს, ვინც არ იცის, რომ ესე იგი რო აკეთებენ რა, ხო ხდებით შეკვეთას, ვინც გებრძვიან. აი ზუსტად ეგ ხალხი დღეს მაგრამ დაისჯება, აი ძალიან დაისჯება რა. ნუ რა თქმა უნდა, ეხა უკან გაუბრუნებ მე ამ ყველაფერს, ხო? ეხა იქ ხო არ მაწერია მე ვინ ვარ დაბლა, ხო? ან ქუჩაში, ან ეკლესიაში, ხო? ხო და აი ეს უნდა მოგესმინათ, იმიტომ რომ მე რო საუბრობ, ესეც უკვე რიტუალია, გოგოებო, ბიჭებო. კარგით, მე ხლა აი ამაზე რომ ჩვენ ამას მე გავააქტიურებ აი ამ სანთელზე. უბრალოდ დავაყენებ ერთი წუთით, ძირს იმას ვიზავ, რომ ჩვენი ენერგიებით შევივსოთ, ხო? აი ესე იდგება, რაც ესე იგი წაგვართვეს, მოინდომეს, ხო, რო წაერთვათ და რამდენჯერ კეთდება, ხო? მე იმიტომ არ დავდივარ ხშირად ეკლესიაში, რომ ვიცი, რომ ეს რაღაცები კეთდება, ვიცი. ნუ ბევრმა იცით, მაგრამ ესე გამოვიდა. დავიწყე ვააქტიურებ. ესა ვარ მე და თქვენ, ჩემი კეთილსინდისიერი გამომწერები მხოლოდ. ვინც დღეს აი ესე შავი საქმის წარმომადგენლები ხართ და უდანაშაულო ხალხს ებრძვით, გაბრძანდით ჩემი არხიდან, ჩემი ყველა რიტუალი დაბლოკილია ბევრ ჩემ ძველ გამომწერებზეც, იციან, კარგად ხვდებიან, დაყარაულებულები და ჩაყარაულებულები რო ხართ, ყველანაირი არც ერთი დაცვა ჩემი თქვენზე არ იმოქმედებს, ბუმერანგი წამოგივათ, ესე იგი გაათასმაგებულად, არნახული სისწრაფით, მე ვერ მომიბრუნებთ და თუ სცადეთ და სცდით,
კიდე გეტყვით, რომ გაათასმაგებული ბუმერანგი მოგიბრუნდებათ უკან და მგონი გრძნობთ უკვე, ვინც ეს გამოცადეთ. და არანაირი რიტუალი თქვენზე არ იმოქმედებს, ვინც პირადად მე მებრძვით. აი ეს სანთელიც ტირის უკვე შავი, ნახეთ როგორ ტირის, კარგია წამოიღოს, უკან კოლხეთის ღვთისმშობელი გვიდგას, წმინდა გიორგი, ნიკოლოზ წმინდა სასწაულმოქმედი, რომელიც ძალიან ახლოს არის უფალთან და ვთხოვოთ, რომ აი ამ ყველა წმინდანს და თეთრ და შავ ძალებს და რუნის სულს, აი აქ წყობას და ღმერთს, რომ დაგვეხმაროს დღეს, დამეხმაროს მე თქვენთან ერთად. ძალიან კარგად წავიდა მუშაობა, უყურეთ აი ჩემი სიტყვები, ნახეთ, ეს გაბზარული ლარნაკი სპეციალურად ავიღე, მე ეს დიდი ხანია რიტუალში ვხმარობდი, გადაგდებას ვაპირებდი, მაგრამ რიტუალს ველოდებოდი, ეთქობა ამ რიტუალის მერე უნდა გადამეგდო, იმიტომ რომ აქ როგორ არის იცით გამოსახული ამაზე, ეს რიტუალის დროს გატყდა, გაიბზარა. აქ არის ისა ტახი, ღორი და ვირთხა, დიდი ვირთხა, ესე იგი, აი მე რაც თქვი რა, ჩასაფრებული დიდი მძიმე, აი ტალახს რო გცხებენ, რო ჭორაობენ, კრადნიკები რო იპარავენ, ცხოვრებას რო გპარავენ, დროს გპარავენ, მიხვდით ხო, ეგეთი სიტუაციები ამოდის და აი დღეს გავაყოლებ, ეხლა ნათლისღების დღესასწაულს გავაყოლებ. ამ რიტუალს ბევრჯერ უყურეთ, წელიწადში რამოდენიმეჯერ, ჩემი ნებისმიერი რიტუალი ძველი ახალი არ არსებობს, ყველა მოქმედია, მიხვდით ხო? არასწორი ინფორმაცია გაქვთ, ასევე ძველ გაშლებზე, ძველი გაშლები მეორე თვეს რო თავიდან ნახო, სულ სხვა რაღაცას მოგაწვდის სამყარო. აი უყურეთ გოგოებო ბიჭებო, ნახეთ ჩემო კარგებო, როგორ წამოვიდა. აი აქ არის დღეს გაკეთებული, დღეს დილიდან, აი უყურეთ, აი ეს ნახეთ, კუკლაზეა, კუკლა მიტანილი, იქ წაკითხულია, ნუ რა თქმა უნდა, ეხა წმინდა ძალები, ასეთი ბუმბერაზი ძალები, ხო? იმიტომ მიდიან იქ კალდუნები, კალდუნიები, ანუ კაცი ჯადოქრები, ქალი ჯადოქრები, ეს ტაროლოგები, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ვინც ამას აკეთებს, უფალმა იცის. და ნახეთ როგორ არის გოგოებო ბიჭებო, აი აქ უყურეთ, აი ჩამოკიდებული, ჰოპ, აი ესე როგორ იცით, რაღაცაზე ხართ ჩამოკიდებული, ტანსაცმელს რო ან რაღაცას ჩამოკიდებ, ხო იცით? თან კურდღელია, ესე იგი შიში შეიტანეს, შიში. უყურე, ნაკვალევზეა გაკეთებული, არის ნაფეხურები, აქ არის კვალზე გაკეთებული, აქ არის ყველა ჩაკრა დაზიანებული, ჩამოვიდა ბოლომდე, დაბლაც არის თოჯინა, ესე იგი აქ არის ქალის სილუეტი, აქ არის კაცის სილუეტი. დაბლაც, ესე იგი ხის ჯვარზეა რაღაცა ნათქვამი, აი აქ ხის ჯვარზეა დაბლა ნათქვამი. ხო, მე ამებს ხა ესე დავდებ, რომ აიღოს, რომ კარგად დავსაჯოთ მერე, ხო? აი ესე. არის ესე იგი აქ კიდე რა, ესე იგი რომ თქვენი ცხოვრება სხვისი ჯვარია, ესე იგი თავიანთი ჯვარი, მძიმე ჯვარი, ესე იგი ეს ნეგატივი ხალხს რო ცუც უკეთებენ, ჯადოებს აკეთებენ, ხო, და გადააგდონ სადმე, ხო? და აკეთებენ აი ესე დადიან ინტერნეტ და უდანაშაულო ხალხზე ისვრიან. მაგრამ ვინც ჩემზე გადმოსროლას ცადა, თქვენ ხო არ იცით ვისთან მოხვდით, მე ხო მიხვდით რომ მისამართი შეგეშალათ. და აი ესე ხალხს რომ უგდებენ ხო თავიანთ აი ამ ნეგატივს, ნეხოს ასე ვთქვათ, ხო? ისინი ვერ გაუძლებენ და იმიტომ ხო და განთავისუფლდნენ თვითონ. აი ნახეთ, აი ჩირქს ცხებენ, ესე იგი, აი როგორც აქ ტახი ამოვიდა და ტლაპოში ქსვრიან, მიხვდით
მიხვდით ხო? მთელი ჩაკრები არის დაზიანებული, ესე იგი, აქ ეხლა იწმინდება ჩაკრული სტოლბა, ბოძი, აქ რაც ესე იგი კუკლაზე იყო, კუკლებზე გაკეთებული ვოლტი, ნაჭრით გაკეთებული ნაყიდი, გამოწერილი თუ ცომითაც აკეთებენ, ტანსაცმლითაც აკეთებენ, ესე იგი, ჩემზე კარგად იცით ბევრმა ხო ინტერნეტით საშუალებით. აი ზუსტად მაგ ინტერნეტშიც რო დარბიან და აკეთებენ რაღაცებს, მერე დიდ შეცდომებს რო უშვებენ, ხო? დიდ შეცდომებს რო უშვებენ და ეს დაბალი ინსტანციებზე მყოფი ეს შავი ძალები, ხო? არასასიამოვნო სულები და ასე შემდეგ რო უძურებათ, ხო? თვითონ ხომ განთავისუფლდნენ. აი ეს შეცდომები მერე უბრალო ხალხზე ასე გადააგდებენ. მიხვდით ხო თქვენ, რომ მოისვრიან. აი ეს კუკლები, აი ეს ვოლტი, აი ეს ყველაფერი. უყურეთ, კუკლაზე კიდია, ხედავთ? აი ეს გზები, ეს დაკალაკნული გზები, რომ დაკალაკნული, რომ ესე იგი სულ არეულად რო იაროთ, ვერ მიხვიდეთ, ესე იგი დათქმულ ადგილამდე ერთი კუკლა ღმერთო რამდენია, უყურეთ, აი განახებთ. ნახეთ. ხედავთ? 1 2 მესამე და მეოთხე და მეხუთე არის დაბლა, აი აქ ნახეთ რამდენი სიმძიმე ჩამოდის, ნახეთ. ეს არის უკვე პეჩატები, ეს არის უკვე ეხა გეტყვით კლიტეზეა ბოქლომი, ხო? და არის კიდე პეჩატი, მაგიური პეჩატი, რომელიც გამოიყენეს, მიხვდით? ანუ ეკლესიაში იმუშავეს და მიბრძანდნენ სახლებში თუ ჯანდაბაში, სადაც მივიდნენ და იქ გააგრძელეს მუშაობა. უყურეთ, გული და ფეხსაცმელი, მანქანა, აქ ვიღაცას მანქანაზეც გაუკეთეს, უყურეთ, ესე იგი ამუყირავებული ბაშმაჩოკი, ანუ ისა პოლუსარპოშკებს რო ეძახიან, ნახევარი ჩექმა, რომ ესე იგი, მაგრამ უკვე აი უყურეთ, აი მოიცელა შვიდიანი და აი შვიდიანივით რო არის ეს ცელი, მოიცელა თქვენთვის უნდათ აი ეს ფინანსები წაერთვათ, აი ეს სიყვარული წაერთვათ, კაცი, მამაკაცი წაერთვათ, აქ ბოდიშს მოვითხოვ და სექსუალური აქტიც არის დაფიქსირებული, აი აქ პირდაპირ, კი. ნახეთ როგორ ჩამოდის, ნახეთ. შიშის დემონია, ყავთ ჩასაფრებული და ამას ხშირად გიგზავნიან, მენტალს გიკეტავენ, მორაკი ქვია, ციგანკური მორაკი, არის ჩვეულებრივი მორაკიც, რომ დაგიბინდონ თავი, ნახეთ როგორი ქვებზე ჩამოდის, ძალიან კარგად მუშაობს, სუშნასწიბი ლარვები, პროგრამები, 1000-ნაირი პროგრამები არის აქ, არის ნახეთ როგორ იცით, აი თითქოს გინდათ შველად, აი დიდი ხანია 1-2, სულ ცოტა ვიტყვი, სულ ცოტა 3-4 წელი, 3-დან 4 წლამდე, სულ ცოტა 1-დან 4 წლამდე. დანარჩენი, ხო, ამოდის როგორ იცით, უყურეთ, აი აქ ეს ზემოდან დარაჯია დაყენებული, თვითონ ჯადოქარი ქალიც ამოდის, გრძელთმიანი და ესე იგი როგორ არის, იცით, ბოქსიორის ხელთათმანი აქვს გაკეთებული, რომ ესე იგი, აი ესენი ეს ხვლიკები, აი ეს ხვლიკს გავს, ნახეთ, დაბლა რო ჩამოდის, აი ეს დაბლა, ეს არის ხვლიკი და სინამდვილეში არის სუშნასწი, ლარვა, პროგრამა, მიხვდით ხო? და ესენი არიან დამხმარეები. აი ახლა ეს დამხმარეები, თეთრი და შავი ძალების დახმარებით, ჩემი წინაპრების დახმარებით, ვინც მე ეს ძალა მომცა საერთოდ, ხო? აი იმათი წყალობით, ანგელოზების და არხანგელების დახმარებით, აი ესე იგი ეს ყველაფერი მოიხსნება, უკვე ბათილდება, ძალა აღარ ექნება. იმათ ხო არიციან, რომ
ეს რიტუალი დღეს ჩაიწერა, ხო? ძალა აღარ ექნება, აი ეს შავი კატაც აქ რომ ბრძანდება თავისი კუდით წაიღებს, ეს ჩემი ჯადოქარი თავისი ცოცხით მოცოცხავს, აი უყურეთ, მოცოცხავს და ნეგატივს წაიღებს. ნუ შავი სანთელიც დაპროგრამებულია, რა თქმა უნდა, დიდ ჩვენს გაწმენდაზე და იმათ ბუმერანგზე. აი ნახეთ აქაც უყურეთ ეს პრივაროტი რო ვთქვი. აი ეს ეხლა არის სექსუალური პრივაროტი, არის ატვაროტები, არის სასიყვარულო პრივაროტი, არის ატვაროტები, არის ავადმყოფობაზე, ფულზე, ფულის გადაზიდვაზე, თქვენს წართმევაზე და როგორ იცით, აი კრადნიკებიც არის აქ ჩართული, რა თქმა უნდა, ხედავ ახლა მე აი აქ არის კრადნიკები ჩართული, კი. აქ არის, იცით რა, აი აქ დაფიქსირდა მამაკაცის ორგანო, რომელიც ესე იგი თავს მარტოა და ეს ჯადოქარია, მარტოა და რო იკმაყოფილებს, ხო? ენერგეტიკულად შემოდის თქვენში, ენერგეტიკულად მე აქ გრძნობ, რომ ბევრს გაქვთ ეს პრობლემა თქვენ გოგოებო და გცხვენიათ, რომ სადმე თქვათ, აუცილებლად მომწერეთ, დამიკავშირდით და დაგეხმარებით, დიაგნოსტიკა გავაკეთოთ რა, როგორ და დაგეხმარებით ენერგეტიკის ჩაკეტვაში და აი ამ კალდუნის მოცილება, მოლა თუ რაც გინდათ დაარქვით, მიხვდით ხო? მე თან ამ სანთელსაც ვუყურებ. აი უყურეთ, ესე იგი, ესე დავიწყეთ, ხო? ეს არის, ესე იგი, თქვენ რო ესე დამიდგეთ მარცხენა მხარე წარსულიდან დიდი ხნის, ხო? ჩამოდის და აქეთა მხარე, როგორ იცით, მარჯვენა მომავალი, მაგრამ არც მთლად წინ არის, არც მთლად უკან, აი მხრის მარჯვენა მხარემ, აი აქ გაქვთ ტკივილი, იმიტომ რომ აქ ჩამოწელილი, ჩამოტყლარწნული. ესე იგი, იცით როგორ არის? ჩამოკიდება, აი ჩამოვარდა ეს რაღაცა ძალიან კარგი. ოხოხო. თან ერთმანეთს დაეწება, ძალიან კარგი, კარგად მუშაობს, აი აქეთ მივწევ, არ მინდა რომ მიეკრას, აი ესე, აი ნახეთ რო გითხარით რა ჩამოვარდა, ხედავთ? ნახეთ რა ჩამოვარდა, ნახეთ კუდიანი და ესეც უყურეთ, აი რაც ავხსენი წეღან, რაც ვილაპარაკე, აი ეს ყველაფერი უყურეთ, იყოს ესე გააგრძელოს. და აქ როგორ არის, იცით? აქ გეტყვით, რომ თან ამას უყურებ, დამიკავშირდით, დიაგნოსტიკა გავიაროთ და მერე წმენდები აუცილებლად გჭირდებათ, ეს უნდა მოიხსნას, თორე თქვენ ეს შიგნიდან გჭამთ. ის კალდუნი თუ ვინც არის, ხო? ის ავადმყოფი, ის თქვენ შეურაცხყოფას გაყენებთ. ეს არის გაუპატიურება, ენერგეტიკული გაუპატიურება ქვია ამას, აკეთებენ ეს რაღაცას. მე აქ ხედავ, რომ ეხლა ბევრს გაქვთ ეს პრობლემა. აი უყურეთ, იმიტომ რომ მე დღეს კი ვაპირებდი, მაგრამ მე რიტუალს არ ვაპირებდი, ვიფიქრე, რომ საღამოს ტაროს გაუშვი ჩემს გოგოებს და ბიჭებს, მაგრამ არა ადექინინია, ცოტა აზზე მოვედი, რო ამოვედი ეკლესიიდან და აი ნახეთ, დამსვეს, არ მომასვენეს ძალებმა, ეს უნდა გამეკეთებინა აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან ბევრს გაქვთ აი ეს პრობლემა დღეს და ძალიან ბევრს გჭირდებათ დახმარება, ჩამოკარგებო. ხო, და მე მიხარია, რომ ჩემ ძალებს, ჩემს კეთილსინდისიერ გამომწერებს ვახარჯებ და ყოველთვის დავახარჯებ. ასეთ ხალხს ღმერთმა შეგარგოთ ჩემი ძალები. და სულფლისგან დალოცვილები ყოფილიყავით თქვენ და თქვენი ოჯახი. უყურეთ ჩემო კარგებო, რა ხდება ახლა? ერთმანეთზე ზიან, ნახეთ? ეს ახლა უყურეთ თხუნელასავით არის, ახლა რა არის ეს? ეს არის სუშნასწი, რომელიც მარჯვენა მხარეს გაზით, მაგრამ ეს არის თავი რო გიხსნით ხოლმე უკან კეფაში ხო არის ხვრელი, აი იქ ჩაჯენილი, მაგრამ გადმოვიდა მარჯვენა მხარეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ყურში ჩადებული სუშნასწი, ზაკალცოვკა ქვია, ანუ ზმეინა, იცით რას ეძახიან? ზმეინა ზაკალცოვკას ეძახიან, ანუ გველის წრეს ეძახიან და ნუ ყურის პორჩა ცოტა სხვა არის. ღმერთო გამახსენე რა ქვია?
ყურში უჯენენ, ყურში მიხვდით ხო? ყურში უჯენენ აი ამ იმას სუშნასწია ყურის რომ აი ნახეთ და მარჯვენა ამას აქვს დიდი ესე იგი ერთმანეთზე ნახეთ დამატებული ეს არის ძალიან ძველი სუშნასწი რომელიც ესე იგი ჩამოგეკიდათ გადადის მარჯვენა მხარზე გადადის მარცხენა წელზე აი ეს წელზე რო აი ეს კუდუსუნი და წელზე აი ეს ჯვარივით როა ხო აი გადადის ტკივილი მარცხენა მხარეს ნუ ფინანსები წარსული და ასე შემდეგ თირკმელი უფრო მე არ გამოვრიცხა რომ თქვენი ისიც იყოს რა ქვია სისხლით ნათესავები და მე სულ ვამბობ რომ სისხლით ნათესავები მხოლოდ დაძმები არ არიან უყურეთ შეიძლება ისეთი გიკეთებთ მამი და დეი და ის რომ ბიძაშვილის შვილი რო აზზე არ იცოდეთ აი ნახეთ ესენი აი აქ რაღა ახსნა რამხელა დემონები რამხელა სუშნასწები რაც გაკეთებული გქონდათ და რაც გიკეთეს დღეს მე და თქვენ ხო აი უყურეთ ნახეთ სუ კუდიანებია სუ ვირთხები ხედავთ ერთი ვირთხა ორი ვირთხა ეს თავზეა ჩამოკიდებული ეს არის ეს ზმეინა ზაკალცოვკა რო თქვი ყურის სუშნასწი იმიტომ რომ ის ძალიან გრძელია ხან შემოგეხვევათ ხან გადადის გადმოდის მიხვდით ხო შეიძლება ხან თირკმელი გონიათ მაგრამ თირკმელი არა აი ეს სუშნასწი გაზით არსება რაღაცა აი აქაც ნახეთ უყურეთ ეს არის მგელი უკვე ესე იგი ახალი გააკეთეს ან განახლებულია დღეს არის განახლებული უფრო ხო აი ნახეთ როგორ ყარაულობთ აგრესიული სუშნასწები აგრესიული ვირთხები კრადნიკებიც დაგიმატეს ნახეთ ბოქოლომებია დაკიდებული სუზედ ბოქოლომები გოგოებო ბიჭებო ნახეთ ჩამოკარგებო და ნახეთ აქ აი უყურეთ ოპ ჯოხს ხედავთ აი ვინც შეასრულა ეს თან ყარაული დააყენეს და უყურეთ ფრთებივით არის ეს არის ფრთა შავი ანგელოზის ფრთა მიხვდით რაზეც მუშაობენ კარგით განაგრძოს კიდე განაგრძოს აი ესე დავდებ განაგრძოს მუშაობა ძალიან კარგად მუშაობს მადლობა მე ხლა აი ამ სანთლის გააქტიურება მინდა ერთი წუთით აქეთ უნდა გამომივიდეს მანამდე ჩამოვა და გეტყვით ჯერ ისე მიმდინარეობს უყურეთ სანთელს ამასაც შავსაც თუ გინდათ ეს რომ ჩვენ შევივსოთ აი ეს რომ ჩვენ შევივსოთ მერთო ჩემო არ გადატყდეს აი ეს ბოლო ასანთია დღეს ჩემი და თუ რამე მე რამეთი ავანთებ ვააქტიურებ როგორც კაპუნობს ნეტა გესმოდეთ ესე იგი ნახეთ ეგრევე დაიწყო ტირილი მადლობა უფალო მადლობა ნახეთ ჩაკრებზე ნახეთ ოპა კრუგავოი ნახეთ აი ხო გითხარით ესე იგი შემორტყმული ხართ აქ თითქოს როგორ არის იცით რამოდენიმე ერთდროულად დარტყმას ანხორციელებს აკეთებს მიხვდით და ნუ ტკივილები გაქვთ თვალები ნახეთ აი გითვალთვალებთ აქ მეზობლებიც ამოვიდნენ ჩემო გოგოებო ბიჭებო მეზობლებიც ამოვიდნენ აქ არის მოდის მიდის რაღაცას აკეთებს თქვენს სახლთან ან კარებთან ან რაღაცა მერე მიდის ნახეთ როგორ ჩამოვიდა უყურეთ უკვე ეს ეხა ჩვენ შევივსებით ამით აქ რო ვიწმინდებით აი აქ ხო აი ამით შევივსებით ჩვენ არინარვიულად თავბრუ დამეხვა გეფიცებთ ეხა იმუშაოს ამანაც კარგად ერთ წუთი ამ ასანს ამოვიღებ ამანაც კარგად იმუშაოს და მერე ნახეთ როგორ ტირის ისე გუდაზეა უყურეთ აი კიდე ჩამოვიდა ხედავთ აი ეს ნახეთ სახე კიდე კუკლები ისევ ზემოდან დაგეწყოთ ესე იგი ზემოთ ყავთ ჩაჯენილი ესე იგი აქ უფრო სერიოზულად იმუშავეს წელამდე ფეხებზეც აი პეჩატები ნუ ფინანსები ვიღაცას ძალიან შურს ჩემი და თქვენი ფინანსების ნუ მე არ მიყვარს ახლა ჩემი რომ ესე შურთ მაგრამ
ნახეთ, აი როგორ დაცვებს გიტეხავენ თითქმის არის სვენა, ესე იგი იძინებენ თქვენზე ფიქრობენ და ჩემზე როგორ გაგვაფუჭონ, იღვიძებენ იმას ფიქრობენ როგორ გაგვაფუჭონ, მიხვდით ხო? ნახეთ როგორ კურდღელი, ნახეთ როგორ ჩამოდის, ნახეთ გუდანაბადი, ისევ კლაკნილი გზები, ნახეთ როგორ ჩამოდის. აქ ეხლა კიდე უყურეთ რა ამოვიდა, ჰოი საოცრება, ეს უკვე მარცხენა მხარეა, მეორე ფრთა გაიკეთა, ხედავთ? მეორე ფრთა გაიკეთა, აი, მეორე ფრთა. ეს ერთი ფრთა და მეორე ფრთა. უყურეთ რეები ჩამოდის, ხალხნო, უყურეთ. მეორე ფრთა. აქ აი რომც არ ვისაუბრო და მაგია ვისაც საერთოდ არ გესმით, ისიც კი მიხვდებით. ნახეთ, რეებია, მიცვალებულებზეა, აქ ძვლების ტკივილებიც გექნებათ. ნუ სახსრებზე აღარ ვსაუბრობ, სახსრები ხო, ვენები, აქ ვარიკოზული ვენებია, აქ ყურში დაგუბებები გაქვთ, წელის ტკივილი, ფეხის ტკივილი. ესე იგი, ანუ ღადაობენ თქვენზე, მიხვდით, ესე გიგრიხავენ და ბევრი ამას გრძნობთ, ხან გჩხლეტავენ. აი აქ ჯვარია, სუჯურებზია დღეს ხო თქვი ეკლესიური მაგია. ეკლესიური მაგიის მოხსნა უფრო რთულია, ვიდრე ისე მაგიის მოხსნა, მიხვდით ხო? საფლავზე გაკეთებულზე უფრო ადვილი არ არის, მაგრამ უფრო იმდენი საოცრება მუშაობა არ ჭირდება, როგორც ამას. უყურეთ, ჩაკრებში გიზით. ხედავთ, აი ახლა გაჩვენებთ 1 ჩაკრა, 2, 3. ესე იგი, აი ესე და შეგიწოვეს, უყურეთ და გწოვენ, აი ენერგიას გწოვთ, ნახეთ, ზემოთ, მხრებზე, თავზე, უყურეთ. აქ შავი ანგელოზია, თვითონ დაცვაში დააყენეს შავი ანგელოზი, ნახეთ ხალხო, რეები ხდება, უყურეთ. ეს ახლა მე და თქვენ გვეწმინდება, ვიწმინდებით, ნუ ერთხელ ყურება ნამდვილად არ გეყოფათ. მე აქ ახლა ისე შემაქანა და აი გამოდის, აქაც ნახეთ, დაბლა ჩაკრაზე, უყურეთ, ადის, აი ეს პატარა ვირტნისა, ხვლიკივითაა რა, ხვლიკი დავარქვა, თითქოს რაღაცა ბავშვივით მიცოცავს, ხო ხდებით? აქ შეიძლება თქვენს განაყოფიერებაზეა, შვილობადობაზეა გაკეთებული, ან ახალი აქ შეიძლება მუცელი რომ მოწყდეს ვინმეს ჯვარი გწერიათ, აქ შეიძლება ბოდიშდა შეჩერებული ორსულობაა და იმ ბავშვების სულებიც არის გამოძახებული, მიხვდით ხო? აი აღარაფერს აღარ იშურებენ, ნახეთ, აქაც ვირთხებია, აი აქ სულ ვირთხებია, აქ უყურეთ, აქ ჯვრებზე და ჩამოდის, ნახეთ, ჩამოდის, რა საშინელებებია, უყურეთ, ხალხნო, აქ სულ მიცვალებულებია, ნეკრო მიწებებები, ნეკრო. მე მომიწევს ამაზე რიტუალის ჩაწერა, ამის მერე ვეცდები, რომ აი ეს ოღონდ ძილი უნდა მოვემზადო რამოდენიმე დღე, რომ ნახეთ, რეები ჩამოდის. აქ ნახეთ, როგორი ყარაულია, ხედავთ, ვის უბედავო. ნახეთ. მე აქ იცით ახლა როგორ მეჭიდავებიან ზურგს უკან, თქვენ ხო ასზე არ ახართ, მე რეებს ავგრძნობ, მაგრამ მე ვუმკლავდები, რა ვქნა. უყურეთ, რეებია, ნახეთ, ეს ახლა ადის, ეს ძველი ჯადოებია და ეს ახლა ადის, ახალია გამოჩეკილი, მიხვდით, დღეს გაკეთებული, დღეს დამატებული. აქ ნახეთ, უყურეთ, ფეხი აქ, უყურეთ, ფეხები. დაბჯენა მოხდა, ხედავთ? დაბჯენა, დამიწება გააკეთეს, დამიწდნენ ეგენი და თავიანთი გველები გამოუშვეს, ხედავთ? გველები გამოუშვეს, ნახეთ? ჩამოდის გველები, ნახეთ რეებია, ხალხნო, ნუ ეს რაღაცა მე кайხანია აღარ მქონია. ნუ ამიტომაც ახლა ხო მიხვდით რატო ამაყენესა რა ძალებმა აქაც მაქანავებს, აი ვზივარ და მაქანავებს. აი აქ ნახეთ ახლა უყურეთ, ანალოგი ნახეთ ხალხნო. ანალოგი უყურეთ. ნახეთ რეებია. ნუ ეს ჩვენ ვიწმინდებით. ნახეთ.
ჩამოკიდებული და ფეხი. ესე იგი, დამიწება აქაც გაკეთებული ფეხზე, ესე იგი, რომ ვერ გაადგა ვერსად, რომ წინ ვერ წახვიდე. მიხვდით? აქაც ჯვრებზეა, ჯვარზეა უყურეთ. აქ გაწყვეტილი ურთიერთობებია სპეციალურად ფეხზე როგორი სუშნასწია. აქ სულ ჯვრებზეა გაკეთებული, გოგოებო, ბიჭებო, ჯვრებზე ნახეთ რეებია. თან აქ სულ ერთ მხარეზე აქ, აი თითქმის დაბლიდანაც კი გიყურებენ, უყურეთ თვალი. ესე იგი, შეიძლება ქვემოთ მეზობლებიც ცხოვრობენ და ზემოთ გიყურებენ, არც ეგ არ არის გამორიცხული. ამასაც მეუბნებიან ახლა. არის გვერდი მეზობლებიც დაგიფიქსირდათ. აქ არის თევზები, ავადმყოფობაზეა გაკეთებული, ესე იგი, აი კრადნიკებია ჯანმრთელობაზე, ფინანსებზე, მოგზაურობა, ვისაც გიყვარდათ და გაჩერდით, აი შეიძლება გზა კი არა, ტაქსშიც ვერ ჩაჯდეთ და მაღაზიამდეც ვერ ჩახვიდეთ, ისეთ სიტუაცია გაქვთ ბევრს, აი აქ უყურეთ, აი აქ. მე უკვე გავხსენი ისევ ასე ვთქვათ კარები ახალი წლების მერე მეც ცოტა გამიგრძელდა, მეც ადამიანი ვარ, მეც ცოტა წავიქეიფე და რა ქვია ეხლა შეგიძლიათ უკვე შემეხმიანოთ ძველო და ახალო გამომწერებო და იმას ქენით გავაკეთოთ დიაგნოსტიკები, იმიტომ რომ რა ხდება, როგორ შეიცვალა ეს რო იკეთებთ ხოლმე მეგობრებო გამოლოცვებს ჩემ არხზე და რაღაცა კარგია დაცვებს, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც უნდა გადაამოწმოთ რა ეპიზოდზე ხართ. ესეა საერთოდ. აქ ძვლებზეა, კოჭებზეა ნამუშევარი. ნუ პირდაპირ გადაკეტვა გაქვთ რა, აი პირდაპირ გადაკეტვა გაქვთ. ოპა, ნახეთ. ჩამოვიდა, კიდე ძვალი ძვალზე, გულია, ფეხია დაბიჯებული, ღალატია, ნუ ამხელა პრივაროტია გაკეთებული. აკეთებენ ამ ეს აქ ჩავრთე, არა მარტო სექსუალური და ასეთი თემა, პრივაროტები და ატვაროტები, არამედ ეგლგეითს რო აკეთებენ, ანუ ცოტა ძალიან ცოტა კი არა, ძალიან გართულებული სიტუაცია, მინდა გითხრათ, გართულებული სიტუაცია. გარეთ ეზოდან ისე დააცემინა მამაკაცმა, რომ ლამის ეხა უთხარი ცოცხლე მეთქი. ესე იგი დაგვიმტკიცა სამყარომ ეს იყო ნიშანი, რომ მართალს ნინი აქ რასაც საუბრობს მართალია ყველაფერი ისედაც იცით თქვენ რომ მე ისეც არაფერს არ ვამბობ რომ მართალი არ იყოს. აი ამ სიმართლის გულისთვის ცდილობენ ყოველთვის ბავშვობიდან მსჯიდნენ ვითომ თავიანთი ჭკუით და ეხაც დიდობაშიც ეს არამცოდნე და არამკითხე მოამბეები, აი ეს კალდუნები, ეს ტაროლოგები, ისინი ეს მსახიობები, აფერისტები, ვითომ ტელევიზორში გამოვლენ და აბა მიდი და მაგარი ვარ და აი და ესეთები რო შენზე შეკვეთას გააკეთებენ კალდუნებთან, ვისაც მართლა ძალა აქვს და დაცვებზე და შენს ენერგეტიკის გაჩეხვაზე რო მუშაობენ. აი ეხლა აქ ჩემო მეგობრებო, ყველაფერი, ესე იგი აქ მე ნინია და ჩემი ოჯახი და თქვენ, თქვით ეხლა თქვენი სახელი. აი აქ ვიწმინდებით, ნახეთ რეები ჩამოდის, აქ ჩამოდის ძველი ჯადოებიც და ახალი ჯადოებიც, რაც დღეს გაკეთდა. ანუ და სანამ არ მოიხსნით ხო, ნელ-ნელა ხო გადაგივათ მომავალში. აი ისიც კი გაიწმინდება რაღაცა 40 დღის პერიოდში. ანუ თქვენ რო უყურებთ, მე მაინც სხვა დროს რო უყუროთ, ხო, მაინც სხვა დროს 40 დღე გადაგივათ, მაგრამ უნდა გაიწმინდოთ. აქ ფეხი იყო, ეხლა აი ნელა ავწიე, ნახეთ. კიდე ფეხი, ესე იგი ბუმერანგები წავიდა, ძალიან კარგი. აქაც უყურეთ, ყური მეთქი, ხო გითხარით? ყურის ჯადო. რაღაცა, იცით რა არის, შეიძლება სპეციალურად ამბობენ ხმამაღლა, რომ თქვენ არ გესიამოვნოთ თანამშრომლებით, შეიძლება ოჯახის წევრებიც, მეზობლებიც, მამხანაგებით, შეიძლება ჩურჩულებენ სპეციალურად, რომ ესე იგი პორჩა შეგივიდეთ, ისეთ რაღაცებს კითხულობთ
ეხულობენ. აქ ამოვიდა ჩიტი, ამოვიდა რომ ესე იგი აი ცუდი ამბები ხო გითხარით ყურიდან შემოდის, ესე იგი აქ მენტალიც რო დაფიქსირდა, ყურიდან შემოგდით, ყურიდან, ჰაერიდან რომ მენტალი და ასტრალიდანაც გიგზავნიან აი ამ ყველაფერს გოგოებო ბიჭებო, ციყვი რო დაგღრღნას რაღაცა მიხვდით ხო? და რო სულ აქეთ-იქეთ იხტუნაო, აი სექსუალურ ურთიერთობაშიც არის ჩართული, ახლა მეუბნებიან რა ვქნა, უნდა ვთქვა. ხო, უნდა ვთქვა. ნუ ეს ჩამოდის და ჩამოდის, აი ნახეთ, ჩამოდის და ჩამოდის, კარგია, კარგი, გაიწმინდოს, აი უყურეთ, რასაც მე ვამბობ, ზუსტად ეგრეა. ასო, ირმაც, რც, ცალკე р, მამაკაცია р. ან გაგიკეთათ, ან გებრძვით, ან არევასებით. ვაიმე, ხა მე რო დავფიქრდი, მეც მყავს ეგეთები და ეხა არ თქვან რომ სპეციალურად თქვაო, ნუ ეხა კაი თქმას, კაი გამგონი უნდა, ეგ ჩემი პრობლემა არა, ვინ რას ვერ გაიგებს. არ არის ჩემი პრობლემა, საერთოდ მე არ მადარდებს, არ მაინტერესებს. ჩემი საქმე მაინტერესებს და ჩემი ხალხი მაინტერესებს. ეს. აი უყურეთ, ჩამოდის და ჩამოდის, ნახეთ აქაც. აი აქაც ნახეთ, დათვის სამი ლაპი ეს დაგადეს. დათვით არ ვარ გაესეთ მაგიაში, მაგრამ ეხა ჩვენ პირიქით აი ამას ცუდი ხო ჩამოდის და ვივსებით, ნახეთ, აქაც ყარაულია. აი აქაც ყარაულია, ხედავთ? აი აქაც ყარაულია. ხო, ერთი წუთით მე ახლა აი ეს ყარაული უნდა მოვხსნა, აი ეს ყარაული. დავეხმარები. ნახეთ, არ უნდა. ეხლა მე ნახეთ, სამჯერ ჩაქვრა. ნუ სიკვდილზე, 4, სიკვდილზეა გაკეთებული, სიკვდილის პორჩა სიკვდილზე გაკეთებულია, ჩემო. ნახეთ, კიდე ჩაქვრა, ხედავთ, რეები ხდება ხალხო. ნუ ხო გითხარით არა, ვიღაცას ძალიან არევასებით, აი ძალიან. და ან თვითონ მაგიჩობს და ან კიდე ბევრი კიდე რომ აი შეკვეთებზე აძლევს. აქ არის ყოფილი მოსწავლეები, არა აქვს მნიშვნელობა რას ასწავლით და ვინ ხართ. აქ არის თქვენი კოლეგები, არა აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ და სად მუშაობთ. აქ არის თქვენი მეზობლები, აქ არის თქვენი სისხლით ნათესავები. კი, აი სულები ჩამოვიდა, მეგობრებო. ამას ძალას დავაკარგინებ მე ხლა ჩემი ძალების მეშვეობით. ამიტომ აი აქაც აი სურათი როა სერობა, აი ზუსტად ისე ზის ხალხი და ხო გითხარით არა, ბევრი ხალხი აქ შაბაშზეა გაკეთებული. ესე იგი საფლავზე ასწრებს და საიდანაც მოვიდა, იქ წავიდეს, ვაკარგინებ ძალას, ვაკარგინებ ყველანაირ კლიტეებს ვხსნი. ჩემი გასაღებით ამ პეჩაც იმაზე რა ქვია, ბეჭედს სიკვდილზე ვაუქმებ, ძალას ვაკარგინებ, აღარ ექნება ძალა, მოქმედება აღარ ექნება ჩემზე, თქვენზე. ვინც აქ გასაწმენდად შემოდიხართ, სხვებს ცუც უკეთებთ და აქ იწმინდებით, სცადოთ, არ დაგეხმარებათ, უკან გიბრუნდებათ, იცოდეთ, აი ხელი დამეწვა, ესე იგი აქ ზის ახლა, ან დაჯდება ეგეთი ვიღაცა, რომელიც ნინიამ თქვა, ერთი მაინც გავიწმინდები, მოდი აბა სცადე და რა დაგემართება მერე ნახე. აი პროსტა სცადე და რა დაგემართება მერე ნახავ. აი აქაც უყურეთ, როგორ არის, მეგობრებო. ნახეთ, შავიც როგორ იტირა შავმაც. აი ნახეთ, აქაც ჩამოდის, ნახეთ. დაეტყლიპა,
ცხვირიანი რაღაცეები, რამხელა რაღაცეები, უყურეთ, რამხელა რაღაცეები დაეტყვლება, მეგობრებო. რამხელა რაღაცეები დაეტყვლება, ხედავთ ხო, რომ თან მინდა რომ თქვენ დაინახოთ თან მე. აი ამასაც სტრაჟნიკს ვაკარგინებ ძალას, ყარაულს. აი ამ შავ ანგელოზებს, ვინც დააყენეს, რომ ჩემმა და თქვენმა რიტუალებმა რო იწმინდებით, რომ ძალა არ ქონდეს და ან წრეზე იტრიალოს, მიხვდით ხო? წრეზე რო იტრიალოს და იწმინდები და არა აქვს შედეგი. აი ეს არის ზუსტად. აი ეს დარაჯია, აი ეს არ გაძლევთ ნებას რო გაიწმინდოთ. ეს თქვენ შვილებზეც შეიძლება 7 წლიდან ზემოთ. 6-დან არა. ზუსტად როგორც მე ვამბობ ხოლმე, როგორც მე ვიძახი, ისე თუ გააკეთებთ, ძალიან წინ წაიყვანთ თქვენს ცხოვრებას. ვინც თქვენებურად აკეთებთ და მერე მეკითხებით, აი ესე გავაკეთე და ეხა რა ვქნა გამოსასყიდისთვის ეს არ იმოქმედებს. რაც არ უნდა გადაიხადო უფალთან და ჩემ ძალებთან, ხო, გამოსასყიდი არ იმოქმედებს, უნდა დაიწყო თავიდან. როცა არ აკეთებ ისე, როგორც მე ვამბობ ამ რიტუალის დროს. აი აქ ჩაქრა გაშრეს და მერე რეებია. ენას გიყოფთ ვიღაცა აქ მკერდზე იყო რაღაცა პრობლემა, სუშნასწი გაზით, ეხა ისე მომიჭირა მე. აი სუშნასწირა ჯვარი, ზუსტად ჯვარი, აქ რკინის ჯვარი, ამობრუნებული ეშმაკის ჯვარი, ნუ ესე რო აბრუნებენ. ნახეთ, აი ესე ზაკალცოვკა ხო ვთქვით და დირკა. ეს რა რე კლიტე, უყურეთ კლიტე. აი კლიტეა, ზუსტად კლიტე, ნახეთ. ой, გადმოვიდა ტაროზე. ეს არის კლიტე და წავიდა ბუმერანგი, კარგით. აი კლიტე, ხედავთ, აი აქ გახსნილია. აქაც კბილებზეც აკეთებენ, კიდე ყურები, ესე იგი გისმენენ, გითვალთვალებენ, ავადმყოფები არიან რა, ავადმყოფები არიან. მინდა გითხრათ, ავადმყოფები არიან, ავადმყოფები. რაც მე ამ სანთელზე დავათქვი, წავიკითხე, სანამ შემოვიდოდი, რა თქმა უნდა, ეთერში. რაც მე ვითხოვე, ვისაც ვთხოვე, შევთხოვე, რაც მე ეთერში შემოსვლის დროს, ჩემ გამომწერებთან ერთად ვისაუბრე და რაც კიდე ჩემგან, თეთრი მაგისგან, ნინიასგან არ იყო თქმული, აი ისინიც კი იწმინდება ეხლა გოგოებო ბიჭებო, აი აქ დღევანდელ დღეს, კიდევ ერთხელ გილოცავთ და მეკითხებიან ხოლმე, რომ აი რო ბარბარობაზე რომ აქ ჩაწერილი წმენდა ნიკოლოზობაზე, ხა აქ რო წერ ახალწელებზე, ხალხო ნუ გამაგიჟეთ. მერე რა რო ის იმ წელს იყო, ჩართე და მოიხმარე კიდე. მე მარტო იმისთვის კი არა ვწერ, რომ მარტო გინდა თუ არა და 2005 წლისთვის გამოგადგება. არა, ეგ შეცდომაა, შეცდომაში შედიხართ, მიხვდით? არა. კიდე მეკითხებია, ნინია, აი ეს იცი, აი ეს იცი, ამას იცნობ, აი ეს როგორ არის და ის მომისმინეთ, რუნებზე მუშაობა ისეთია, რომ ეგ რომ კარგი იყოს და საშიში არ იყოს უბრალო ხალხისთვის, ჯერ იმანაც კარგად უნდა იცოდეს წინ, გათვლები რომ ბევრი ასე აკეთებს, რომ თავს არ შეიწუხებს, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, კიდე კარგად გაიგეთ. მაგრამ ასეა, TikTok-ებზე რო ამოდის და ასე შემდეგ, რომ ამაზე ეს დაიხატე, იმაზე ის დაიხატე. აი რო დაიხატე ჩემი რიტუალის მერე, იმიტომაც აღარა გაქვს ფული, იმიტომაც გაქვს ავადმყოფობა, იმიტომაც დაშორდი. იცით რატო? იმიტომ რომ ის მარტო სათავისო დააქტიურებს, მიხვდით და იმას კი არ ამბობს, რომ აი ვინც დაიხატავს და მეტი საქმე არ აქვს, რომ თავიანთი ენერგიები თქვენ შემოგწიროთ. მარტო ნინია იღლება ასე. მიხვდით ხო? და იმიტომ მებრძვიან მე. მე სულ ვამბობ, სულ თქვენ წინ ვააქტიურებ რუნებს, ხო? და ვამბობ აი ამას ესე. როცა არ უნდა უყურონ, მიხვდით ხო?
აქ დაცვები კია, მაგრამ მაინც დაიყენეთ. ეს ეხლა როცა გინდა, თუ გინდათ ერთი სამჯერ უყურეთ, არ გაწყენთ, გაიწმინდებით. დღეს კია, მაგრამ კიდე ერთი დღეს ხვალზე ეს იმოქმედებს ძალაში, ანუ დღესასწაული, თორე დანარჩენი რო იმოქმედებს, მე ეჭვი არ მეპარება, მიხვდით ხო? ეჭვი არ მეპარება არაფერში. მე ნუ მეკითხებით, ძალიან გთხოვთ, მე არავის ხელობაზე არ ვიწევი და ნურც ჩემ ხელობაზე ნუ წამოიწევი, თორე ისეც გაგწევ რომ, მგონი მიხვდი ვიზეც ვამბობ, ხო? ხო გაგწიე და გაჩერდი. ეხლა გაგწიე და მე დაგაჯენ ისე რომ ვეღარ ადგები. ხო და გაჩერდი რა, ბეც ნუღა გამოცდი. შენი დამხმარეები თურთ. ხელს ნუ მიშლი რომ მე ხალხს დავეხმარო. და შენი ბინძური ენერგიით მე ვერ შემჭამ, ხო ხედავ, ცოცხალი ვარ. აი ესე ხდება მეგობრებო, აი ესე. არ უნდათ რომ ვიმუშაო, არ უნდათ, იმიტომ რომ როგორ იმათზე ძლიერი ვინმე აღმოჩნდა, იმის მაგივრად რომ ითანამშრომლო როგორ, ნუ ხო ხდებით რა, ცოტა ადამიანური ის იყოს, ხო? არა, პირიქით უნდა დაჭამონ ერთმანეთი, უნდა ესა, უნდა ისე და თქვენ რაღაცა ხო არ შეგეშლებათ, იქ არ მოხვდით, ხო ხდებით არა? შეგეშალათ მისამართი და მგონი მიხვდით მაგას. შეგეშალათ მისამართი. მე თქვენი მოგზავნილი არა ვარ აქ და თქვენ ვერ გამწევთ. მე უტვინო კი არ ვიყავი და სულელი რო არ ვიცოდი, სად მოვდიოდი? მე ინტერნეტის გარეშეც კარგად მუშაობდი, მაგრამ უბრალოდ მითხრეს უკვე რომ დროა რომ ესე უფრო შიგნიდანაც გაიშალო და ხალხს გააგებინო რომ ხარ, რომ ჩვენი ძალებით უნდა აი ამდენს ჭირდება დახმარება, უნდა დაეხმარო. მე არ მქონდა უფლება უარი მეთქვა. თქვი ორჯერ უარი თუ სამჯერ და მაგრამ ჩამიკაკუნეს თავში მაღალმა ძალებმა, ორივე ძალებმა, თეთრებმაც და შავებმაც და ქვემოდან კიდე მიცვალებულებმა. ასე რომ მე რომც არ მინდოდეს, ჩემთვის ეს ადვილი არაა და ნინია უტოვინო არ არის, იცოდა ძალიან კარგად, სად შემოდიოდა და ვისთან ექნებოდა საქმე, ვინ დაუპირისპირდებოდა, მიხვდით? მე თქვენს ძალებზე არ ვიქაჩები, ნუ გამოიქაჩები კიდე, თორე ძალიან ინანებთ, ბეც ნუ გამოცდით. ვერ შემიშლით ხელს. მე მაინც დავეხმარები ხალხს. ну აქ რა არის ხა მეგობრებო? აი ნახეთ უყურეთ, აი ჭაობია, იცით, აქ ჭაობი ისეთ ადგილებშიცაა გაკეთებული, ჭაობია გამოყენებული, მიხვდით? აი ჭაობშია გაკეთებული და ჭა არის კიდე ჭა, მიხვდით? აქ არის ჭა. ანუ აქ არ ნახეთ, აქაც აი უყურეთ, აქაც ერთი, ეხლა რო გადმოვწიოს გადმოვა აქაც ერთი უჭირავს, აქაც 2, 3, 4, ნახეთ, რამდენია. შემაქანა და შემაქანა, მაგრად შემაქანა. აჰა, ეხლა მე აი ამ ვერხოვნაირ ჟრიცას ძალებს, ვინც არ უნდა იყო, თუ მე მერჩი და ვინც მე მერჩის უпростоრეთ და ჩემს კეთილსინდისიერ გამომწერებს, გბლოკავ, შენს ძალებს ვაუქმებ და აღარ გექნება ძალები. თუ რამეს მოიმოქმედებ ჩემს წინააღმდეგ და ან სხვას შეაკვეთინებ, შენ რო ძალები აღარ გექნება უკვე და აღარა გაქვს უკვე კარგად იცი, მე სანამ მებრძვი დაიღუპები, გაჩერდი. და ვინც ესე იგი ჩემს გამომწერებს ებრძვის, ხო? აი, всё, აი ამ დაფნის ფოთოლთან ერთად დღეს რაც გააკეთე მთელი დღეიდან 40 დღის განმავლობაში, აი ესე აგეწვება ქვევიდან, ზევიდან, მარცხნიდან, მარჯვნიდან ყველაფერი. ეს მეგობრებო, ვინც ახლა ჩვენ დაცვებს ტეხავდა, ჩვენს ჯანმრთელობას გვიფუჭებდა და ვინც თვითონ იცავდა ჩვენი ენერგიებით თავს, მიხვდით? ენერგოვამპირებიც არის აქ ჩართული. მქონდა ჩართული, უბრალოდ ლაპარაკში გავერთე, მაგრამ ჩამოდიოდნენ ენერგოვამპირებიც კი. აი ეს დაცვები ახლა მე
აი ამათ, ვინც ჩვენ დღესაც და დღემდე და მერეც ეცდება, რომ ესე იგი დღეს კონკრეტულად გააკეთეს ეკლესიაში ჩვენზე, ხო? აი ეს ყველაფერი იმათ ეხსნებათ და მე ძალას ვაკარგინებ იმათ ნამუშევარს. ხსნი ვაბათილებ, აღარ ექნება ძალა. და ეს კალდუნი და ვინც შეუკვეთეს, ან თუნდაც თავისი ინიციატივით უბრალოდ აი ესე მოინდომა, ვაშკაცი ეგონა თავი და მე და თქვენ დაგვიპირისპირდა. აი ესე უკუღმა, აი ესე, იმიტომ რომ ეს მამაკაცია, აი ესე თავის მამაკაცურ ძალას პირველ რიგში ვაკარგინებ, აბა რა, იმიტომ რომ აქ ისეთი პრივაროტებია, რომ ვაკარგინებ მამაკაცურ ძალებს პირველ რიგში და იმ ძალებს ვაკარგინებ, რა ძალებზეც იმუშავა. აღარ ექნება, აღარ დაეხმარებიან ვუშვებ იმ ძალებს, ვუშვებ იმ ძალებს, მეგდით, ხო? და მე მაქვს ამის სისტემური ძალები, რომ მე ამ სისტემაში ვიმუშაო, რომ მე სულებთანაც ვმუშაობ. მეკითხებიან, კი, სანთლებსაც ვამზადებ, კი, ვაგზავნი ბრასლეტებსაც, ამულეტებსაც, კი, ჩემო გოგოებო, ბიჭებო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს ჩათვლით. ხო, კიდე რას მეკითხებიან? ნუ აქ რა არის? გასაღები გაიხსნა, უყურეთ, გავხსენით. აი, გავხსენით წვილები, ნახეთ, ჩაკეტილი რო იყო, კლიტე, აი რო ვთქვი, კლიტე, აი, კლიტეს გასაღები, წვილები, ურთიერთობა, ვისაც ბედი ჰქონდათ ჩაკეტილი, ვისაც ურთიერთობა შვილებთან, ოჯახში ჰქონდათ ჩაკეტილი, გაიხსნა, ამინ. აქაც ესე გადმოიწვეთა, ძალიან კარგი, აქაც წვრილი რაღაცა, ნუ მამაკაცის ორგანოა აქაც. ხო, აქ რო აღნიშნე, აუცილებლად უნდა დამიკავშირდეთ, ვისაც ეს პრობლემა გააქვთ, უყურეთ, აი მე არ ხუმრო, წუთი, აი ხედავთ? აი ესა ვიღაცა კალდუნი კაცი თავისი მამაკაცური ორგანოთი თქვენზე ენერგეტიკულად იწყნარებს თავს, მოდი ესე ვთქვათ, ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ეს უნდა მეთქვა. ხო, ხედავთ, რამდენი რაღაცა შევიდა, მგონი ცოტა ამოვისუნთქე. ეხლა მე მაინტერესებს, ერთი წუთით. მე მაინტერესებს, აი ეს კატუნიები მეძახის და რა გვინდა ერთი ვნახოთ, აბა. არ ვაკეთებდი, მაგრამ ძალიან დამიძახა, რაც დავჯექი, რომ გამიყვანეო. კიდე მოდი ვნახოთ, კიდე ვკითხოთ. რა ესე იგი იყო გაკეთებული, რაც ერთი წუთი ძალიან მიჭერს ჩამოკარგებო, მიჭერს როგორ ხო აქ მე ხა ენერგიებსაც ხო ვუშვებ და ძალიან ცოტა ავირიე. არ არის ადვილი, არ არის სათვილი მეგობრებო. მე აი ჩემს ადამიანობას გეფიცებით, აი ნამდვილად არ მიხარია, რომ ესეთ საქმეში ვარ. აი არც თეთრ ძალებს მინდა ვაწყენო, არც შავ ძალებს, არც მაღალ ძალებს, ნათელ ძალებს, არც უფალს. მაგრამ რა ვქნა, ესაა ჩემი მოვალე. მეკითხებია ნინია, როდი და საიდან, ესეთი დავიბადე. მორჩა, აი გცემთ პასუხს, ესეთი დავიბადე. და ვისაც ჩემი გშურთ, ჩემს ტყავში გაცხოვროთ ღმერთმა, ჩემი ბედი და ჩემი დღეები გამოგატაროთ ღმერთმა, ამინ, გჩუქნით, წაიღეთ, გაძლევთ. ამინ, როგორც ვთქვი, ასეც იქნება. იქნება მერე გაიგოთ, რა გამოვიარე და საერთოდ თქვენ თვითონ ხელს ჩაიქნევთ. ამინ. ეხლა ნახოთ, რა იყო გაკეთებული დღეს, ხო? აბა რა იყო გაკეთებული დღეს ეკლესიაში, რა საერთოდ რა სისტემა იყო. ხო ვთქვი, რუნებზე მეთქი, აქ მე რუნებზე არის, აქ რუნებზეა ნამუშევარი და ეს რუნები რა განახლებულია? ბეზძენეჟია, ესე იგი უფულობაზე, უსახსროებაზე, რომ არ ექვსიანი ხმლები რო ერთმანეთს რო ეხმარებიან, ხო ხდებთ, რომ უფალმაც არ დაგეხმაროთ, რომ მარტო დარჩეთ, ვინც გიგზავნით, ხო, რუნისებური ჩაკეტვა გააკეთეს და ამას ესე იგი დღეს განაახლეს, ხო თქვი 7-იანი მეთქი 43, იგივე 7-ია, ხო? აი აქაც 7-იანი ტაპორი, ესე იგი რომ დაფიქსირდა და უყურეთ, გზებს გიკეტავენ, მომავალს გიკეტავენ, აქ
ვისაც რამე ცოტა ძალა გაქვთ ეზოთერიკაში ხართ ან ისე უბრალოდ პატარა წინასწარ გრძნობა გაქვთ ხო ან თქვენ თვითონ ძალები რა აი თქვენს ნებისმიერ ძალას გიკეტავდნენ თქვენს წინაპრულ დრევა жизни გიკეტავდნენ მიხვდით ხო ამ წინაპრულ ხაზს გიკეტავდნენ ესე იგი წინაპრების ხაზით რუნების საშუალებით ფინანსურ არხებს გიკეტავდნენ ათშელნიკ ესე იგი რომ განდეგილი ყოფილიყავით რომ საერთოდ არავის არ ესე იგი რომ ბედი რო არ გქონოდათ უყურეთ ბედი რო არ გქონოდათ და საერთოდ მარტო რო იყოთ მიხვდით ბედის ჩაკეტვა იყო აქ ხო აბა კიდე რა იყო რა ივაშკაცეს მტრებმა ნუ ხო თქვი მამაკაცი აბა ამ მამაკაცმა თუ მამაკაცზე რას გვეტყვით ესე იგი ვიღაცას უყურეთ თქვენ ესე იგი აბრატნი ხოთ კალისა და კნიას ესე იგი ვიღაცას ძალიან ესე იგი იმპერატორი და კნიაზი ეგონა თავისი თავი და თავისი ბედის ესე იგი კალისო ბედის ბორბალი ფორტუნა არა უკანსვლით წავიდა რომ ესე იგი ეხა თვითონ დარჩება ათშელნიკის ვარიანტში მიხვდით ხო თვითონ დარჩება თვითონ მამაკაცებო ეს თქვენზეც არის რო იცოდეთ უი როგორ დამეხვათ აბრო ნამდვილად ასე ეს არის ეს კალდუნი აი აქ რო დავდევი მე ზუსტად აბა კიდე რა იყო გაკეთებული უი მე იმდენია ეს ლამაზუკები ეს დალოცვილი რო ნახეთ რა სილამაზეა უყურეთ ამოვიდა ესე იგი მამაკაცი რა აბა მამაკაცზე იყო გაკეთებული ესე იგი შურდათ ბიჭებო თქვენი შურდათ და თქვენი ურთიერთობის თქვენი მამაკაცისაც შურდათ ნახეთ თქვენ ზურგს უკან ესე იგი სანთელზე რეებიც ამოვიდა როგორი ის იყო შური ღვარძლი ესე იგი რომ სიამოვნებით რომ მოგკლავთ ადამიანი მიხვდით და უნდათ თქვენი მამაკაცური ძალა ბიჭებო გადაეტანა თავისთვის თქვენი მამაკაცური ძალა და თქვენი პოტენციალი ნებისმიერ სფეროში და ასევე გოგოებო თქვენი მამაკაცის შურთ შეიძლება ბიჭებო თქვენ ძლიერი ქალი ყავთ გვერდზე მანდილოსანი დედა არა აქვს მნიშვნელობა მანდილოსანი და ესეც უნდათ რომ ესე იგი თვალებით დაგთხარეს უკან წინ ვერ გიბედავენ და თქვენი ადგილი უნდა დაებრუნებინათ ესე იგი შურთ რომ თქვენ წარმატებული ადამიანი ხართ შეიძლება ოჯახში იყოთ წარმატებული აი ოჯახის წევრებთან ხო მაგრამ დიასახლისობაში მაგრამ მაინც შურთ ვის მეზობლებს უყურეთ ესე იგი ანგელხრანიწელ ესე იგი თქვენ შვილებზეც გადავიდნენ ნახეთ თქვენ შვილებზეც გადავიდნენ და ცხრიანში ჩაიკეტნენ უყურეთ ესე იგი დაშორება შორიდან გიყურებენ გითვალთვალებენ და შორიდან აქ მეუბნებიან რომ ბევრს ანგელოზი ჩაგიკეტეს კი ანგელოზი ჩაგიკეტეს მეუბნებიან და შორიდან გითვალთვალებენ ეს ინტერნეტით შეიძლება იყოს რომ ბედნიერი არ ყოფილიყავით რომ უსასრულოდ უბედური ყოფილიყავით ანგელოზი რო ჩაგიკეტეს რომ ესე იგი ჯადოები კეთდება ეკლესიაში და არა ეკლესიაში ხო ანგელოზს აბრუნებენ იმიტომ რომ აქ რუნებზე იყო ნამუშევარი არ დაგავიწყდეთ ფინანსური მხარე იყო პირველ რიგში ჩაკეტილი და ანგელოზი გეუბნებათ რომ ნუ გეშინიათ აი ეს ყველაფერი ეს თვალი უკან მიუვა და აი ეს ბედნიერება და აი ეს ყველაფერი ხო ვულკანივით უბრუნდებათ თვითონ ნახეთ ვულკანივით უბრუნდებათ და მე და თქვენ და ვიქნებით ბედნიერი აბა ჩვენ რა ბედი გვეწევა ვაუ ვიღაცამ იაშიკ პანდორა გახსნა ჩვენზე აი წეღა რომ ლაპარაკობდი და ეხა რო გახსნი ამ ზარდახშა ლამაზია მაგრამ რო ბევრს რო ათამაშებ ერთ ადგილს და თამაშობ ხო ანუ გადაითამაშეს რა თავიანთი ცხოვრება ბედი ვინც გამოსცადა ხო და ჩემზე და თქვენზე გამოიწია ხო უდანაშაულო ადამიანები ვინც დასაჯა ხო უყურეთ იაშიკ პანდორას ესე იგი მიუკაკუნა და აი ეს ვულკანივით ხო მიუბრუნდა უკან ამინ და კიდე ერთი ვნახოთ ჩვენ აი კანდალი ხო გითხარით ფეხები ხელები
ჩაკეტილი გზები, დაკლაკნილი გზების ანთელზეც ამოვიდა ზიგზაგისებურიც, ხო? აი ეს ყველაფერი მოიხსნა და რა გველოდება და ყველაფერი ახალი გველოდება, გოგოებო, ბიჭებო, ყველანაირ სფეროში გასაღები რასაც აღებს და რასაც გასაღებით არა, მაგრამ ფეხით შეიძლება გააღო, ჯანმრთელობა, ბედნიერება, ანგელოზის შემოვაბრუნე, მადლობა უფალს, გასაღები და დავიბრუნეთ, ჩვენი გასაღები დავიბრუნეთ. ნახეთ, აი ხელები ამიკანკალდა სიხარულისგან, ესე იგი ამიცახცახდა ბედნიერებისგან, მიხვდით ხო? აი ნახეთ, მეგობრებო, ნახეთ. აი ესე, ეხლა მე დაგემშვიდობებით, უბრალოდ საერთოდ კი არ გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე და ნურაფრეს გეშინიათ, მე სანამ შემეძლება ძალიან კი მებრძვიან, მაგრამ 24 საათი კია, მაგრამ მე 29 საათი მებრძვიან. უბრალოდ არ ვიძახი ხოლმე, მაგრამ ეხლა რომ ძალიან გაიქაჩნენ და აღარ ჩერდებიან, გამაკეთებინებთ ისე, რომ აი მართლა გაჩერდით რა. არ შეგეშინდეთ, მე თქვენს გვერდით ვარ, მოკლედ გავხსენი უკვე კარები, რომ ახალი 2026 წლიდან მე ბევრს უთხარი ახალი წლის დღესაც, წინა დღესაც, მეც ადამიანი ვარ, არ გეწყინოთ, იმიტომ გადაგიტანეთ 15 იანვრის მერე საერთოდ რა და უკვე შემიძლია მიგიღოთ და გელოდებით პირად დიაგნოსტიკებზე. ძალიან გთხოვთ, აქაც ძალიან გრძელ კომენტარს დაწერთ, იმიტომ რომ YouTube-ს არ უყვარს და დაგბლოკავთ, მე იმიტომ ვშლი ხოლმე და ჩემთანაც ძალიან პირად WhatsApp-ზე მომწერთ, აი არ უკითხულობა არა მაქვს დრო, იმიტომ ქვია დიაგნოსტიკა, იმიტომ ქვია პირადი გაშლა, რომ პირდაპირ ჩაეწერეთ, მომწერეთ, რომ აი ნინია, იცით რა, მე მინდა ჩაწერა, ვარიანტებია, ორი ვარიანტია, სხვადასხვა ფასებია და მოგწერთ ვარიანტებს და რომელიც თქვენ გესიამოვნებათ, ისე ჩაგრთავთ. წინასწარი ჩაწერით ხდება, მეგობრებო. რიტუალების ფასებს მეკითხებით, დიაგნოსტიკიდან გამომდინარე, ყველას სხვადასხვა სიტუაციები გაქვთ, იქედან გამომდინარე, აი როგორც არასდროს არ ვიცი, როგორ წავა რიტუალი. მიხვდით ხო? იგივეა რიტუალია თუ აბრიადია თუ წმენდა, რაც ქვია. 2 წათიც და გაგიშვებთ. მოკლედ მეგობრებო, ეხა მართლა გეტყვით რომ დროებით მომავალ შეხვედრამდე და ამის გამოსასყიდი იქნება კომენტარში ნახეთ ხოლმე დაბლა ზოგჯერ წერ რიტუალების ქვემოთ პირველ კომენტარში, ჩემ კომენტარში, ანუ პირველი რო დაიწერება, მე ის ბოლოში ჩადის, ესე იგი ბოლოში ნახეთ, იმიტომ რომ ხალხი რო წერს, ის ხო ჩადის დაბლა. ხო, იქ წერ ხოლმე თუ არ არის მომწერეთ და გეტყვით გამოსასყიდს და მე გამოისყიდით და თუ არა და მომწერეთ ხოლმე ორი სიტყვით და როცა მეცლება აუცილებლად გიპასუხებთ. ხო, ამაზე იქნება 13 ლარი გამოსასყიდი, მეგობრებო, 13 ლარი. მომავალ შეხვედრამდე.